პირველ რიგში მე მიმართავ ხელისუფლებას და არაერთხელ განიცხადებია რომ მე ხარდამჭერი ვარ ამ ხელისუფლების მაგრამ დღეს ვაცხადებ პირდაპირ თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული უმოკლეს დროში იმიტომ რომ ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება მაშინ მე შეუერთები ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას და ამას ვერაფერი ვეღარ შემასვლევინებს იმიტომ რომ ეს არის ბოლო წვეთი ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება ესე იგი როცა მოკლული შვილის საფლავზე წააკლავენ მამას რომელიც იბრძოდა ამდენი ხანი დაჭოქილი იხვეწებოდა სიმართლეს ხოვულობდა და აი ეს აქედან მიმართავ მე დიპლომატიურ კორპუსს რომელიც საქართველოშია თბილისშია განლაგებული მობრძანდით ბატონებო და თქვენი თვალით ნახეთ აი ეს თქვენი ვარსკვლავ ბიჭუნები და აი ეს ფაშისტები ეს ზაღლის ნაშრომები ეს იყო სისტემა რომელსაც თქვენ ხელს აპარებთ მე მიმართავ ამერიკის ელჩს ბატონ ნორლანდს გამომბრძანდით ეხლა ბატონო და დადექით ჩვენს გვერდით თუ თქვენ დემოკრატები ბრძანდებით არაერთხელ გითხარით აირჩიეთ ან ეს მკვლელები ან საქართველო აირჩიეთ მაგრამ არ გინდა თქვენ ამის გაკეთება თორემ მილიარდები გაქვთ ჩაყრილი და დღესაც კიდე უბიძგებთ ხელისუფლებას რომ უკრაინის სისხლის ჩარიოთ კიდე საქართველოს აქედან მე მიმეორებ ყველაზე რადიკალურ ოპოზიციაში გადავალ მე და დამიჯერეთ რომ ცოტა ძნელი მოსარავი ვიქნები მე ბატონ ბიზნესაც მიმართავ მე არ მოვსულ ვარ თქვენთან არ ჩაგიხდით კალთაში როგორც ძალიან ბევრი მოწლიკინე ინტელიგენტები გახვევიან დღესაც გამოვიდნენ და ხმა მოიღონ და ის პარლამენტი რომელიც არის უმეტესობა მუთაკები ვთხრიან იქა გაუგზავნოს ეხლა იმან რა ქვია უსობაშვილმა მისალოსი ბარათი იმას თავისის დახორცს ერთი არიან ეგენი გამოგზავნდეს ეს კარალევა მარგო ეხლა და დადგეს ხალხთან ერთად ან არ გამოვა სხვანაირად და პირდაპირ ვაცხადებ ამას რა პირით აშუქებს რუსთავი ამ ამბავს იმ ჟურნალისტების მომზადებული ეს კვლელობები რაც ხდებოდა საქართველოში თქვენ ამართლებდით მაგას მაგათ და დღესაც კოჟორიძეები ეს გიგაურები ეს ლომჯარიები და ეს თაცირები პასუხს მოგთხოვთ სულ და გავთხილებდით მე გავთხილებდი ხელისუფლებას ყოველ წუთში ეხლა არ დამიწყია ზოგიერთი ნუხტების ქნება ჩემი ცხოვრება შევალია მაგათთან მომს გავთხილებდი და უკვე ბოლო წუთი ჩამოვარდა ვერ გააჩერებს ამას ვერაფერი ვერც პოლიცია და ვერავინ გამოვიდეს ეხლა ის ხმალაძე ბანკარზე წამოსულ საშვილს როგავს და ისა დაიცვას ის რა ქვია სააკაშვილი კიდე დიახ მაგან დაიწყო ომი მაგის ბრაია ყველაფერი საერთოდ იმიტომ მოხდა ეს აფეთქება იმიტომ მოკლეს იური რომ არ გახსნილიყო ბოლომდე ეს იყო სისტემა რომელმაც მოუწყო ტერორი თავის საკუთარ ხალხს წადით ეხლა დაიძახეთ შარლობდის ბადიო თუ რაღაც დროს ყვირი ხართ იმას არ ჩახვლით ჯერ სამშობლოსთვის ვერ მიხედიათ და იქით გარბი ხართ კიდე რაც სიცოცხლელებს ლაპარაკობთ ამიტომ მე მოკლედ დავამთავრებ იმიტომ რომ არც მაგის ნერვები არ მაქვს და არც არის საჭირო ლაპარაკი ეხლა არის მოქმედების დრო არის ეხლა და კიდევ ერთხელ ვავთხილებ ხელისუფლებას მიიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე დროზე და არ ჭირდება ამას დიდი ისა უდანაშაულობის პრეზუმპციები და რაღაცები ის ხალხი ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში უნდა აიყვანოთ დღესვე და ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი ეს არის მაგათი გაკეთებული და ეს არის იქიდან აბრძანები იმიტომ რომ თუ ეს საქმე გაიხსნებოდა ბოლომდე ამას ვერაფერი წინ ვეღარ დაუდგებოდა ეს იყო მტკიცებულება რომ სისხლის სმელი სააკაშვილმა მოკლა დღეს აფეთქა იური ვაზაკაშვილი ამას თელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და თვალებს რომ ნაბავენ ნაციონალები საერთოდ და მისი დამცველები ეს მომღერლები იქნებიან თუ ისა გაიხადე გაყროლებული ბოტასები 5 წელი რო გასვია მიმართავ ნანუკა ჯორჯოლიას და ენა ჩაიგდეთ საერთოდ და ეს აფთრების ოჯახი როა კიდე ახალაიების აღარ მოგიწმენთ ქართველი ხალხი ამას და ბოლო წეთი იყო ესა და გიმეორებთ კიდე როგორც ბევრჯერ მithქვამს ეხლა წერეთ და იკითხეთ რას გინდათ დედას გიტირებთ
დედას გიტირებთ დასწორებო და მისი მომხერლები ვიცახარ და მისი ისენი. ეხლა მოუნდა მას დუტარობაკიძეს, მას დუტარობაკიძეს ნაცალში ამყოფოს, დუტას ხიტლაძეს ჩახუტების აქცია. და კიცმარიშვილის გამოსდენი გომბიოები კიდე 1000 შოუებს მიწყობენ, აქ რომ გადაპარონ თავიანთი წარსული, გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. თქვენად იყავით, თქვენ დამპლებო თქვენ. თქვენ ღორიშვილებო. დედას გიტირებთ.